სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში. შეგახსენეთ, რომ ძველი აღმოსავლეთს უწოდებენ აზიისა და ჩრდილო აფრიკის იმ ძველ სახელმწიფოებს, რომლებიც არსებობდნენ უძველესი ხანიდან ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე. კერძოდ ეს არის ეგვიპტე, დასავლეთ და სამხრეთ აზიის კულტურული ქვეყნები, შუამდინარეთი, სირია, პალესტინა, მცირე აზია, ირანი, ინდოეთი, აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთი. ადრეული მონათხრობელური სახელმწიფოების მცირე მოსახლეობა და შეზღუდული ეკონომიკური პოტენციალი არ იძლეოდა მრავალრიცხოვანი არმიების შექმნის საშუალებას. უდიდეს დამპყრობლურ ლაშქრობებში იშვიათად მონაწილეობდა ერთდროულად 20-30,000 კაცზე მეტი. ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუა ხანებიდან როდესაც ძველ მსოფლიოს რუკაზე უკვე მსოფლიო იმპერიები ჩნდება, სპარსეთის, ჩინეთის, შემდეგ მაკედონიის და რომის ბრძოლის ველზე უკვე დიდი არმიებიც გამოდიან, მაგრამ ეს ძალები ისევე როგორც ადრინდელი სახელმწიფოების მხედრობა, მეტწილად მილიციური პრინციპზე იყო აგებული. დაკომპლექტების მილიციური პრინციპი გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების გაწვევას ლაშქარში, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ ისევ იშლებოდა. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში სამხედრო სამსახურში 17 წლიდან იწვევდნენ. მეომრები 45 წლამდე ლაშქრობებში მონაწილეობდნენ. 45 წელზე ხნიარნი კი რეზერვში იმყოფებოდნენ ან გამაგრებულ პუნქტებს იცავდნენ. მილიციის გარდა ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალურ მეომართაგან შემდგარი მუდმივი სამხედრო ფორმირებები შედიოდა. ეს იყო მეფეთა გვარდიული ნაწილები, მაგალითად სპარსეთის მეფეების ეგრეთ წოდებული უკვდავთა კორპუსი, რომელიც 10,000 მეომარს ითვლიდა, პროვინციათა გამგებლების ძველი რაზმები, ციხე-ქალაქთა გარნიზონები და სხვა. მუდმივი ჯარის მეომრები, ზოგჯერ ისინი უცხოელები იყვნენ. სახელმწიფოსგან იღებდნენ ჯამაგირს, მიწის ნაკვეთებს, მონებს. მეუნათმფლობელური საზოგადოების განვითარებისა და განსაკუთრებით კრიზისის ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელი და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეები, დაქირავებული მეომრებისაგან შემდგარი რაზმები ზოგ სახელმწიფოს შეიარაღებული ორგანიზაციის ბირთვს წარმოადგენდა. ძველი მსოფლიოს მეომართა საჭურველი შედგებოდა როგორც ახლო, ისე დისტანციური ბრძოლის იარაღისაგან. ახლო ბრძოლაში გამოიყენებოდა შუბი, მახვილი, ნაჯახი, გურზი, ხანჯალი. დისტანციურ ბრძოლაში მშვილდისარი, შურდური, სათხედი, ესე იგი სატყორცნი შუბი. დამცავი აღჭურვილობა შედგებოდა სხვადასხვა ტიპის ფარებისა და ჯავშან-მუზარადისაგან. მილიციის მეომრები საკუთარი სახსრებით იძენდნენ საჭურველს, ამიტომ მდიდრები და წარჩინებულები გამოდიოდნენ ძვირფასი, როგორც წესი მძიმე შეიარაღებით. შუბი, მახვილი, ფარი, მუზარადი, ჯავშანი საბარკულებითა და საჩერნეებით ქვედა კიდურების დასაცავად და მსახურობდნენ ცხენოსანთა და ეტრუსანთა რაზმებში. მსუბუქი ქვეითობა, მათი შეიარაღება იყო მშვილდი, სათხედი, შურდული, ზოგჯერ სუსტი ჯავშანიც და სამხედრო ფლოტის მეზღვაურები კი, როგორც წესი, მოსახლეობის ღარიბ ფენებში იკრიბებოდნენ. ციხესიმაგრეების ასაღებად გამოიყენებოდა საალყო ტექნიკა, საერიშო კიბეები, მოძრავი კოშკები და ღობეები, კარის სალეცი ურნალები, ქვისა და ისრის პორცნელი მანქანები. ნაირ-ნაირ მექანიზმებს იყენებენ ციხესიმაგრის დამცველებიც მოალყეთა წინააღმდეგ. ბინადარი ხალხების შეიარაღებულ ორგანიზაციაში ჯარების მთავარი სახეობა როგორც წესი ქვეითი ლაშქარი იყო, მომთაბარეებში კი ცხენოსანი. მაგრამ მხედრობა დიდ როლს ასრულებდა აგრეთვე ისეთი ბინადარი სახელმწიფოს არმიებში, როგორებიც იყვნენ ასურეთი, სპარსეთი, ჩინეთი. სამხედრო საზღვაო ფლოტის გემები ნიჩბებითა და აფრებით მოძრაობდნენ. მათი მაქსიმალური სიჩქარე 7-8 კვანძი იყო. ცნობისათვის, ვინც არ იცის, კვანძი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ხომალდის მოძრაობის სიჩქარეს. 1 კვანძის სიჩქარე უდრის საათში 1 კილომეტრსა და 852 მეტრს. საბრძოლო ხომალდის შეიარაღებას წარმოადგენდა ტარანი, წვეტიანი ქიმი, რომელიც მოწინააღმდეგის გემს ასიანებდა და გემბანზე დადგმული ქვის პორცნელი მანქანები. ხომალთა ეკიპაჟებს შეადგენდნენ მენიჩბე-მონები, მეზღვაურები და მეომრები სადესანტო და სააბორდაჟო ოპერაციებისათვის. ამ უკანასკნელთა შეიარაღება ისეთივე იყო, როგორც სახმელეთო ნაწილებში.
თავისებური სამხედრო კულტურა ჩამოყალიბდა ჩინეთში, სადაც ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში სასტიკი შინაომები მძვინვარებდა. ხშირი იყო აგრეთვე მომთაბარეთა თავდასხმები ჩრდილოეთის ტრამალებიდან. ადრინდელი ჩინეთის ლაშქარი ქვეითებისა და ეტლუსნებისგან შედგებოდა. კავალერიის განვითარებამ, რაც მომთაბარეებთან ომების შედეგი იყო, ეტლების მნიშვნელობა შეამცირა და ისინი მხოლოდ მხედართ უფროსებს შერჩათ, როგორც მოძრავი სამეთაურო პუნქტები. ჩინელებმა ბევრი სიახლე შეიტანეს სამხედრო საქმეში. კერძოდ მათი გამოგონილია არბალეტი, ხის კონდახზე დამაგრებული მშვილდის სასხლეტი მექანიზმით, დენთი და სხვა. ჩინური ბრინჯაოს იარაღი მაღალი ხარისხისა იყო, მაგრამ რკინის იარაღი იქ უფრო გვიან გავრცელდა, ვიდრე დასავლეთ აზიასა და ევროპაში. სამხედრო ძალების სტრუქტურა ძველი მსოფლიოს და ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ როგორც წესი, ლაშქარი მეომართა შეერაღების ტიპის მიხედვით იყოფოდა სხვადასხვა რიცხოვნების ცალკეულ რაზმებად. საბრძოლო გემებიც რაზმებად ერთიანდებოდა. რაზმების დაყოფას როგორც წესი უშუალოდ საბრძოლო ტაქტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს კეთდებოდა ადმინისტრაციული მოსაზრებებით, ჯარების მოძრაობისა და საომარი მზადების გაადვილებისათვის. სამხედრო ხელოვნება, ანუ მეცნიერება ომსა და ბრძოლაში გამარჯვების შესახებ, წარმოიშვა ძველი მსოფლიოს მრავალრიცხოვან ომებში, რომელთა ძირითადი მიზანი მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და გაძარცვა იყო. სტრატეგიის ომების წარმოების ხელოვნების განვითარება დაიწყო ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში. უკვე ეგვიპტის ფარაონთა ლაშქრობები სირიასა და პალესტინაში ძველი წელთაღრიცხვის მე-16-მე-13 საუკუნეები გვიჩვენებენ, რომ ომებმა ის მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობოდა. საბრძოლო მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა ღრმა დაზვერვა, სამხედრო გეგმის შედგენა, კამპანიის დიპლომატიურ-პოლიტიკური შემზადება. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მთავარი დარტყმის მიმართულების შერჩევასა და მოულოდნელობას. ზრუნავდნენ აგრეთვე ზურგის უსაფრთხოებაზე. ასურელი და ურარტუელი მხედართმთავრების სტრატეგიას ახასიათებდა სისწრაფე და მოულოდნელი თავდასხმები. ამის საშუალებას იძლეოდა ცხენოსანთა და ეტლუსანთა რაზმები. ასურელები ფართოდ მიმართავდნენ ღამის თავდასხმებს, ცდილობდნენ მოწინააღმდეგის კომუნიკაციებზე გაბატონებას, რათა მოესპოთ მისთვის სურსათისა და დამხმარე ძალის მიღების საშუალება. ურარტუს თავდაცვით სისტემაში დიდი იყო ციხესიმაგრეების როლი. თვითამსამეფოს დედაქალაქი თუშფა მაღალ კლდეზე გაშენებულ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, რომლის ნაშთებმა დღემდე მოაღწიეს. სპარსეთის მეფეების სტრატეგიაში იკვეთება მათი სწრაფვა მსოფლიო ბატონობისაკენ. ისინი განუწყვეტელ დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ აზიის, ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე. სპარსელთა სამხედრო კამპანიებში ხშირად კომბინირებულად მოქმედებდნენ სახმელეთო არმია და საზღვაო ფლოტი. ძველი მსოფლიოს მხედართმთავრების სტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გზების, ხიდების, ციხესიმაგრეების, გამაგრებული ხაზების მშენებლობას. მაგალითად, სპარსეთის იმპერია შესანიშნავი შარაგზებით იყო დასერილი, რაც სახელმწიფოს ერთი შორეული პროვინციიდან მეორეში ჯარების სწრაფი გადასროლის საშუალებას იძლეოდა. სამხედრო საინჟინრო ხელოვნების იშვიათ ძეგლს წარმოადგენს ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც აგებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეებში ჩრდილოელი მომთაბარეების შესაკავებლად. კედლის სიგრძე 4000 კილომეტრია, სიმაღლე 5-დან 10 მეტრამდე, სიგანე 5-8 მეტრი. გადმოცემით მის მშენებლობაზე 2 მილიონი ადამიანი მუშაობდა. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ძველი აღმოსავლეთის არმიებში ტაქტიკის, ბრძოლის ხელოვნების განვითარებას განაპირობებდნენ, იყო შეიარაღება, ჯარების საბრძოლო მოქმედების დონე, მეომართა ფიზიკური და მორალური თვისებები. ეს ფაქტორები თავის მხრივ დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპზე, ომების ხასიათზე, ტაქტიკაზე დიდ გავლენას ახდენდა აგრეთვე ადგილის რელიეფი, კლიმატი, ძალთა შემადგენლობა და შეფარდება, მეომართა ეროვნული თავისებურებები. ბოლოს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარდლაის მხედართმთავრულ ნიჭსაც. ძველი მსოფლიოს არმიების საბრძოლო წყობა, როგორც წესი, წარმოადგენდა ორ სამხაზად დაწყობილი ქვეითი და ცხენოსანი მშვილდოსნებისა და შუბოსნების რიგებს. ზოგჯერ მათთან ერთად გამოჰყავდათ საბრძოლო ეტლები და სპილოები. პირველი ხაზი ჩვეულებრივ შედგებოდა მშვილდოსნების, ეტლებისა და სპილოებისაგან. მათი ამოცანა იყო მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობაში
არევდარევის შეტანა, მისი შენგრევა. მეორე ხაზს შეადგენდა მჭიდროდ დაწყობილი ქვეითი შუბოსნები შეადგენდნენ. მათი ამოცანა იყო მტრის დამარცხება ხელჩართულ ბრძოლაში. მესამე ხაზი, რომელიც ზოგჯერ ეტლებისა და კავალერიისგან შედგებოდა, გამოიყენებოდა უკუქცეული მოწინააღმდეგის დევნისათვის. ჯარების მართვა ბრძოლის პროცესში ხორციელდებოდა ხმოვანი და მხედველობითი სიგნალებით. სარდალი როგორც წესი საბრძოლო წყობის ცენტრში იმყოფებოდა.